ქართული ამბანი არის იმძველი ამბანის ასე ვთქვათ ვიზუალური გადაკეთება სპარსულ ამბანზე, ასე ვთქვათ. სპარსული ამბანის გავსად. აი მაგალითად რაც იყო, ხო? საერთოდ სხვა რამეა შემდგომში. და ნახე როგორ არის გაკეთებული. პ-ც სულ სხვა იყო. და ჰ-ც სულ სხვა ასონიშნებია იქ. ნახე მსგავსად გაუკეთებიათ სპარსულის მსგავსად. სპარსული ესეთი ასო არსებობს, რომელიც პ-ს აგავს. 1 მუცელი, 2 მუცელი და 3 მუცელი. პ-ჰ. შემდგომ აეუ ეს სუფთა აი საერთოდ აღმოსავლურ ენებში ეს ხმოვნები ცალკე ნიშნებით აღნიშნება. და ქართულში ესე იგი ერთგვარი საიდუმლო ჩადეს. თავარი ასე ვთქვათ, აეუ-ში არის ბოლოში ეს უ. და ის არის შედგენილი წინახმოვნებისგან. აი ი ო და მათი ნაკრები არის უ. დამინჯერეთ ეს ნამდვილად ესეა, ასე ვთქვათ. ეს ჩემი აღმოჩენა მივაგენი, ასე ვთქვათ, რომ ეს უ აი ეს აეუ-ს, ასე ვთქვათ, ერთგვარი ქართულ ანბანშიც, ასე ვთქვათ, შეიქმნა, ასე ვთქვათ, რაღაც ერთგვარი აი როგორც ჩინურშია, ასე ვთქვათ, იეროგლიფი. ალბათ ვინც ეს ანბანი, ასე ვთქვათ, შეიმუშავა, ასე ვთქვათ, და ხელში შეავლო, როგორც თქვენ, ალბათ ჩინურიც იცოდა, მან სპარსულიც იცოდა, ინდურიც იცოდა და ყველაფერი და ეს უ, ასე ვთქვათ, ერთგვარი, ასე ვთქვათ, აი ერთგვარი ესე ხატრული ესე იგი ჩადო ამაში, ასე ვთქვათ, რომელიც აქამდე როგორ ვერ მიხვდნენ, მე აზე არა ვარ რა. გამოიწერეთ ჩემი არხი. მე ვარ ეჯენ ჯაჯი ბუხაშვილი.